ბათუმური პოეზიის ტურნეს ფარგლებში ახალგაზრდა ბათუმელმა პოეტებმა შემაჯამებელი საღამო გამართეს. სხვადასხვა თემატიკაზე წლების განმავლობაში დაწერილი 10-ობით ლექსი ახალგაზრდა პოეტებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკის თანხლები წაუკითხეს. საღამო აჭარის მაღალმთიანეთში დაგეგმილი ტურნეს ერთგვარი სტარტი იყო. ახალგაზრდა პოეტებმა ბათუმური ტურნეს ფარგლებში 23 თებერვლიდან დღემდე საქართველოს 10-მდე ქალაქი უკვე მოიარა და მსმენელს თავიანთი პოეზია გააცნეს. ტურნე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით უკვე მეორე წელია ხორციელდება. 21 საუკუნის სენი გახლავთ, მკითხველი არ მიდის წიგნთან, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წიგნი მივიტანოთ მკითხველთან და მწერალი მივიდეს მკითხველთან, ამიტომ თითოეულ ქალაქში, სადაც თუნდაც მცირე რაოდენობის მკითხველი ყავდა და გველოდებოდა, ელოდებოდა ბათუმურ პოეზიას, ჩავედით, ჩავიტანეთ წიგნები, ჩავიტანეთ ჟურნალები, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ აჭარიდან ეკომიგრირებულ საზოგადოებას, რომლებიც გადასახლებულები არიან ჩვენი თანაკუთხეელები, ასე რომ ვთქვათ და ჩავედით პოეზიის საღამოები გავუმართეთ შეხვედრების სოფლებში, ქალაქებში და ერთგვარი შეჯამება არის პირველი ეტაპისა ტურნეს რომელიც მთელ საქართველოს მოიცავდა. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი პროექტი მოიფიქრეს ბიჭებმა, ნიჭიერება არა მარტო ქალაქისთვის, არამედ მთლიანად საქართველოში ტურნე გააკეთეს. აცნობენ თავიანთ პოეზიას ეს ნიჭიერი ადამიანები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, კიდე აქვთ დარჩენილი მაღალი მთიანი რაიონები. ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა. სამინისტრო ხელს უწყობს ამაში და ვართ ამაყები, რომ ესეთი ნასიამოვნები ხალხია ირგვლივ. ბათუმლები შეიძლება ითქვას ბედნიერები ვართ და განსაკუთრებით პოეზიის მოყვარულები. ისეთი კარგი, ძლიერი, შესანიშნავი თაობა მოდის. ესენი უკვე ჩამოყალიბებული პოეტები არიან. აქვთ ისეთი ლექსები, ნებისმიერი სახელოვანი პოეტი მოაწერს თავის გვარს. ამიტომ მე ვამაყობ ამათი.